მოგესალმებით. თქვენ უყურებთ შინაურულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს მოგიტანეთ ტორტი უცნაური სახელით. ტორტი გრაფის ნანგრევები, რომელიც ძველად ძალიან პოპულარული იყო. თქვენ კი აუცილებლად უნდა მოამზადოთ და გასინჯოთ ეს საოცარი სიგემრიელე. ბევრი ხრაშუნა ბეზეთი, შოკოლადით, ბევრი ნიგვზით და უგემრიელესი კარამელის კრემით თქვენი ფავორიტი დესერტი გახდება. მაშასე 4 ცალი კვერცხი გავაცალკევოთ. 150 გრამი შაქარი, 50 მილილიტრი წყალი და 1 ჩაის კოზი ლიმონის წვენი დავადგათ ცეცხლზე და ვადუღოთ. პარალელურად ავთქვიფოთ 4 ცალი კვერცხის ცილა მწიკუ მარილთან და მწიკუ ლიმონჟავასთან ერთად. როცა ბეზე კარგად აითქვიფება, პორციებად დავამატოთ ცხელი მდუღარე სიროფი. მთავარია, ცხელი სიროფი არ მოხვდეს მიქსერის შხირებს. შემდეგ კი შევათქვიფოთ 50 გრამი შაქრის პუდრა და 1 ვანილი და განვაგრძოთ თქვეფა, სანამ ბეზე არ შეგრილდება და არ გახდება მკვრივი მასის. ჩვენი უგემრიელესი მოხარშული ბეზე მზად არის. შინაურულზე არის ბეზეს გამოცხობის რეცეპტი ღუმელში. დღეს მე გამოვაცხვე ისინი ჩირის აპარატში. ჩირის აპარატის თებშებზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი და ზედ მოვათავსოთ ჩვენი ბეზე და გამოვაცხოთ 70 გრადუსზე. ბეზე მზად არის, როცა ის ადვილად ძვრება საცხობ ქაღალდს. მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ. 220 გრამ ქვილს დავამატოთ 1 ჩაის კოზი სოდა, 2 სუფრის კოზი კაკაო და 1 ვანილი და კარგად ამოვურიოთ კოზის მეშვეობით. 4 ცალი კვერცხის გული და 200 გრამი შაქარი მწიკუ მარილთან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე. დავასხათ ოთახის ტემპერატურის 300 მილილიტრი რძე და კვლავ ავთქვიფოთ კარგად, რომ მასა კარგად აერიოს. შემდეგ დავამატოთ მშრალი ინგრედიენტების მასა, რა თქმა უნდა პორციებად და კვლავ მიქსერით განვაგრძოთ ათქვეფა. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება და ფქვილი და კაკაო კარგად გაიხსნება, დავასხათ 3 სუფრის კოზის ზეთი და კვლავ კარგად ამოვურიოთ. ჩვენი ბისკვიტის ცომი უკვე მომზადდა. 26 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმაში გვერდებზე წავუსვათ კარაქი და ჩავასხათ ჩვენი მომზადებული ბისკვიტის ცომი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე. გამომცხვარი ბისკვიტი გავაცივოთ ფორმაშივე, ხოლო შემდეგ გავჭრათ 2 ტოლ ნაწილად. შეგიძლიათ ქუდი ცალკე გადააჭრათ, რომ ბისკვიტი იყოს სწორი. ბისკვიტი მზად არის. დაგვჭირდება ასევე ნიკოზი და ჩვენი ხრაშუნა ბეზეები. მოვამზადოთ კრემი. 200 გრამი რბილი კარაქი ამოვიყვანოთ. შემდეგ პორციებად დავამატოთ 1 კილა მოხარშული შესქელებული რძე და კარგად ავთქვიფოთ. კრემში ავურიოთ 1 ცალი ვანილი და კრემი კარგად ავთქვიფოთ ერთგვაროვან მასის მიღებამდე. კრემი არასდროს არ აგეჭრებათ, თუ შესქელებული რძე და კარაქი ორივე იქნება ერთი ტემპერატურის, ანუ ოთახის ტემპერატურის. კრემში ავურიოთ დამტვრეული ნიგოზი, აი ასეთი დიდი ნატეხები დაგვჭირდება. ტორტის დასანამად 200 მილილიტრ ძია ყავაში ხსნით 1 ჩაის კოვს კონიაკს. დანამულ ბისკვიტს წავუსვათ ჩვენი მომზადებული ნიგვზიანი კრემი.
ზემოდან დავადოთ ხრაშუნა ბეზეები და დავადოთ მეორე ბისკვიტი, რომელიც ასევე კარგად დავნამოთ ჩვენი მომზადებული რძიანი ყავით. კვლავ წავუსვათ ნიგვზიანი კრემი და ზემოდან მთლიანად გავავსოთ ხრაშუნა ბეზეებით. ბეზეებს შორის დარჩენილი ადგილები შევავსოთ ნიგვზის ნატეხებით და ასევე საკონდიტრო ტომრით კრემით. შემდეგ მოვაყაროთ დაბქული ხრაშუნა ბეზეები და საკონდიტრო ტომრის საშუალებით ალაგ-ალაგ დავადოთ მოხარშული შესქელებული რძე და მოვასხათ გამდნარი შოკოლადი. ჩვენი უგემრიელესი ხრაშუნა და დაუვიწყარი გემოს ტორტი გრაფის ნანგრევები მზად არის. აუცილებლად მოამზადეთ და დააგემოვნეთ. მერწმუნეთ, ის ძალიან მოგეწონებათ. შინაურულზე არის სპეციალური ალბომი ტორტები და ნამცხრები. ნახეთ და არჩიეთ. დღეს სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი მარტივი რეცეპტი. მადლობა, რომ გიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.